დილამშვიდობისა. მიმდინარე კვირის ორშაბათს, როდესაც კარდიოლოგიურ პრობლემებზე ვსაუბრობდით, ჩვენ გული შევადარეთ ტუმბოს. თუ ამ ანალოგიას გავაგრძელებთ, ანუ ჩავთვლით, რომ გული არის ტუმბო, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისხლძარღვები არის ერთგვარი მილები, სხვადასხვა სანათურის მქონე, სხვადასხვა სისქის მქონე, სხვადასხვა დატვირთვის მქონე, რომელშიც მოძრაობს სისხლი. გულიდან უჯრედებისაკენ, უჯრედებიდან გულისაკენ. ასე შეიძლება განსაზღვროთ ზოგადად მიმართულება სისხლის მოძრაობისა, მაგრამ გამოსახულებაში ყოველთვის არის ხოლმე, მიუხედავად იმისა, ეს გამოსახულება არის სქემატური, მიახლოებული ადამიანის ნორმალურ ანატომიასთან, თუ კიდევ სხვა სახის, ყოველთვის არის გამიჯნული ერთმანეთისაგან წითელი და ლურჯი ფერით სისხლძარღვები და მაყურებლისათვის, რომ გასაგები იყოს, რატომ ვიყენებთ ასეთ ხრიქს, ეს არის იმის საილუსტრაციოდ, რომ წითელი სისხლძარღვები, წითლად შეფერილი სქემაზე სისხლძარღვები, ეს არის გულიდან უჯრედებისაკენ მიმართული სისხლძარღვები, ასე ვთქვათ, და სისხლძარღვები, რომელსაც სისხლი მოაქვს უჯრედებიდან, ქსოვილებიდან, ორგანოებიდან გულისაკენ, ეს არის შეფერილი ლურჯად. სწორედ ამ მიმართულების გასამიჯნად არის ვენები და არტერიები. არტერიები, ანუ სისხლძარღვები, რომელსაც გულიდან უჯრედებისაკენ მიაქვს სისხლი და პირიქით ვენები, რომელსაც მოაქვს სისხლძარღვების მეშვეობით სისხლი პერიფერიიდან, ანუ უჯრედებიდან გულისაკენ. ეს არის ზოგადი, მაქსიმალურად გამარტივებული სქემა, მაგრამ როგორი არის დეტალები, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ არტერიების ზოგიერთ დაავადებასთან დაკავშირებით, როგორ გავცეთ პასუხი ყველა თქვენს მიერ დასმულ კითხვას, ამას ჩვენ გავაკეთებთ ხანმოკლე რეკლამის შემდეგ ჩვენ სტუმარ ექსპერტთან ერთად. ეთერში და დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც თქვენი თხოვნით, თქვენს კითხვებზე დაფუძნებით იყო შერჩეული, კერძოდ არტერიების ზოგიერთ პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, სისხლძარღვთა ქირურგთან, პროფესორ ბატონ მამუკა ბოყუჩევასთან ერთად. დილამშვიდობისა ბატონო მამუკა. როდესაც შესავალში ძალიან მარტივად შეიძლება ექიმებისათვის ცოტა ზედმეტად გამარტივებულად თუნდაც სასაცილოდაც კი შეიძლება ჟღერდეს ის სქემა, რომელიც მე ავხსენი, ამ თემაზე, როდესაც საუბრობთ, მაყურებლისათვის ძალიან ბევრი რამ არის ნიშანდობლივი ხოლმე, იმიტომ რომ მაყურებელი შეიძლება არის ინფორმირებული ზოგიერთი დიაგნოზის შესახებ, სმენია კიდევაც, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ორგანიზმში როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი, ნაკლებად აინტერესებს, მას აინტერესებს, რატომ აქვს ეს ჩივილი და როგორ შეიძლება ამ პრობლემას გაუმკლავდეს. როდესაც ჩვენ სეზონთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ქალბატონები განსაკუთრებით სვამდნენ, იყო შემდეგი და მე მინდა რომ სწორედ ამ კითხვით დავიწყოთ. წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სეზონზე ქალბატონების გარკვეული ნაწილი ჩივის, რომ აქვს გაყინული ხელები და ფეხები. საუბრობენ იმის შესახებ, რომ მაგალითად ზოგიერთ მათგანს ეს არ აწუხებს, შეჩვეული ვარ, მაგრამ ზოგიერთი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს მისთვის პრობლემაა, იმიტომ რომ სხვა სიმპტომებიც მოყვება ხოლმე ამას. რატომ მოგიყევით ამ კითხვის შესახებ? როდესაც ჩვენ ჩივილით ვიწყებთ, ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ მივხვდეთ, საიდან მოდის ეს ჩივილი და ავხსნათ მთავარი პრობლემა, ანუ მიზეზი, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. რა კავშირში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი არტერიებთან და რა არის არტერია, რას აკეთებს და რატომ შეიძლება ანალოგიურ ჩივილთან მივიდეთ მისი სხვადასხვა პრობლემის დროს? პირველ რიგში მივესალმები ქალბატონ მაყურებლებს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ეს მართლაც აქტუალურია, სეზონურობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სიზაღულა პრობლემებს აქვთ და სამწუხაროდ თქვენ აღნიშნეთ, რომ ქალბატონები მოგმართავენ ხშირად ამ ჩივილით, მაგრამ ეს მარტო ქალბატონების ჩივილი არ არის. იმიტომ რომ ის პრობლემა, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, კერძოდ ის კლინიკური გამოვლინება კიდურებში სიცივის შეგრძნება, ეს სამწუხაროდ შეიძლება წარმოუდგინოს ქალბატონებმაც, მამაკაცებმაც და ბავშვები ძალიან ხშირად მოყავთ ხოლმე ამ პრობლემებით ჩვენთან. ამ პრობლემას, რომელსაც საერთო დეფინიციის სახით ახლა გავრცელებულია ჩვენს დარგში და ქვია რეინოს ფენომენი, ეგრეთ წოდებული, ასაკობრივი რაღაც ზღვარი არ აქვს, იმიტომ რომ მოყავთ ბავშვები, შეიძლება მოიყვანონ 2 წლის, 3 წლის ასაკში ბავშვი და მოყავთ ხანდაზმული ადამიანებიც, იმიტომ რომ ეს ჩივილი ყველა ასაკში შეიძლება გამონდეს. რა თქმა უნდა, აქ მიზეზი არის სხვადასხვა, ამიტომ
თვითონ ბოლოში მივალ თვითონ რა ტიპით უნდა უკუნალო და როგორ უნდა მართოთ ეს პათოლოგია, თუმცა აქ მართვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველადი მიზეზის დადგენას, რა თქმა უნდა, სწორი ბრძანით თქვენ. აი თქვენ ახსენეთ რეინოს ფენომენი, მაყურებელს აქვს კითხვა. ხშირ შემთხვევაში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას ესმის ამ პროფესიონალებისაგან, ან ფართო საზოგადოებაში არის გავრცელებული. რეინოს ფენომენი, რეინოს დაავადება, რეინოს სინდრომი. დაიბნა მაყურებელი. ამიტომ მოდით განმარტოთ, რატომ არის სხვადასხვა ტერმინი სხვადასხვა შემთხვევაში გამოყენებული და სინამდვილეში რაში მდგომარეობს პრობლემის არსი. ეს თვითონ გასაყოფია თვითონ ეს დეფინიცია. რეინო ეს არის ავტორის სახელწოდება, მორის რეინო, ვინც პირველად აღწერა 19 საუკუნეში ფრანგი მეცნიერი იყო ესეთი, რომელსაც აღწერა ეს პათოლოგია. რაც შეეხება დაავადებას და სინდრომს. ეს ჩვენთვისაც ცოტა ის იყო გაუგებარი, მაგრამ უკანასკნელი წლები ეს ყველაფერი დაალაგდა. როგორც სინდრომი, ასევე დაავადება და სინდრომად იგულისხმებოდა ეს კლინიკური გამოვლინება, რომელიც იყო მეორადი გამოვლინება რაღაც უკვე ცნობილი რაღაც პათოლოგიის და როდესაც პირველადი პათოლოგია ჩვენთვის უცნობი იყო, მაშინ უწოდებთ ხოლმე ამას რეინოს დაავადებას და მიდიოდა როგორც დამოუკიდებელი, თქვათ ესეთი ნოზოლოგია. თუმცა ეს ყველაფერი ახლა გაერთიანდა რეინოს ფენომენის სახელწოდების ქვეშ, ამ დეფინიციით არის აღნიშნული, თუმცა ტაქტიკა აქ უყურნელობის არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ის გაუგებრობა, რომელიც მაყურებელში იყო, ჩვენს ჰქონდა ეს გაუგებრობა, ახლა მეტნაკლებად დაალოდეთ. ამიტომ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ამას ყველაფერს ქვია რეინოს ფენომენი. რაც შეეხება და ყველაფერში რა მოიაზრება? ანუ რა ხდება ისეთი სისხლის? ყველაფერში მოიაზრება ძალიან მარტივი ესეთი განმარტება. ეს არის პერიფერიული სიზავოვანი სპაზმი. მარტივიანით რო ვთქვათ, ანუ ეს სპაზმი, რომელიც შეიძლება იყოს მდგრადი, ანუ კლინიკურად უფრო მანიფესტირებული, გამოხატული, ანუ როდესაც მუდმივად თქვათ განსაკუთრებით, როდესაც გარეგანი გამაღიზიებელი ფაქტორი სიცივე ერთვება. ანუ თქვათ პროფესია აქვს ისეთი ადამიანს, რომელიც მუდმივად სივგარემოში უწევს მუშაობა, თქვათ ხელის დათბობის გარეშე, ან ცივწყალთან აქვს საქმიანობა, ან თქვათ ძალიან ხშირად აქვს ეს ჰიპოტონიკებს, ანუ დაბალი არტერიული წლების მატარებლებს. როდესაც სიცივეზე შეხების შემთხვევაში ფერხთალდება კიდურის ასე ვთქვათ, დაბოლოებები, კიდურის დაბოლოებები, ანუ როგორც მტევანი, ასევე ტერფი და ზოგს აქვს ტუჩების და ცხვირის არეშიც იგივე, ყურების არეშიც და ეს სპაზმი საკმაოდ მკვეთრია. გააჩნია რამდენი ხანი ჩერდება ეს სიცივეში. თუ სიცივის ზემოქმედება ხანგრძლივია, შესაბამისად ამას სიმპტომატიკაც ხანგრძლივად ვითარდება. როგორც კი ბრუნდებიან თბილ გარემოში, გარკვეული პერიოდი ჭირდება, რომ ამას დაუბრუნდეს ნორმალობას. ეს შეიძლება არ იყოს განპირობებული მსხვილი სიზარღვებით დაზიანებით და ხშირ შემთხვევაში ასეც არის. ანუ ეს არის პერიფერიული ძლიერი სპაზმი. ამ სპაზმს ჩვენ ვაფასებთ ახლა სპეციალისტები და ხდება სპეციალური გამოკვლევები, რომლებიც აფასებენ რამდენად მდგრადია ეს სპაზმი. შესაბამისად, ანუ რამდენად დიდხანს რჩება. რამდენად დიდხანს რჩება, შესაბამისად მიდგომას და მართვაც შესაბამისი, ანუ რა სიძლიერის თქვა რა სიღრმის მკურნალობა იქნება დასანიშნო, ეს სპაზმი მოიხსნას. თუ მდგრადი არ არის სპაზმი, შედარებით იოლად იხსნება, თუ მდგრადია სპაზმი, შეიძლება უფრო ძლიერი მკურნალობა დაჭერდეს, უფრო ესეთი საფუძვლები, ხო? და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტები როცა მოდიან ჩვენი სპეციალობის ექიმებთან, სიზავთა ქირურგებთან, მოდიან მხოლოდ ერთი რჩევისთვის, რომ ეს მათ მოეხსნათ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვუხსნით მათ, ამას მოუხსნით, მაგრამ ეს რომ არ იყოს დროებითი და ეს იყოს ხანგრძლივი, ამისთვის აუცილებელია დადგინდეს თუ ეს შესაძლებელია პირველადი მიზეზი, რამაც განაპირობა ყველაფერი ეს. და პირველადი მიზეზი არის ძალიან ბევრი. ეხლა ჩვენ ძალიან შორს აგვიყვანს ყველა ამ მიზეზის ჩამოთვლა, თუმცა იგივე ბავშვებში, რომლებიც მოყავთ, ხო? ბავშვებში რა უნდა იყოს სხვა ისეთი არსებული პათოლოგია, თუ არ იქნა რაღაცა თანდაყოლილი ისეთი პრობლემა, რომელსაც შეიძლება ესეთი სპაზმი გამოიწვიოს. ეს არის პირველ რიგში ბავშვები მოყავთ ძალიან ხშირად გარდამავალ ასაკში, როდესაც ხდება გორმონალური წლები. ეს გორმონალური წლები გარკვეულწილად იწვევენ ესეთ პერიფერულ ვაზოსპაზმს და მოყავთ ბავშვები, რომელთაც აქვს თანდაყოლილი ხერხემლის რაღაცა პრობლემა. თქვა იგივე სკოლიოზი, რომელიც ძალიან ხშირად იწვევს ესეთ სპაზმს. რა თქმა უნდა, ბავშვებში ნორმალური მართვის პირობებში და თქვა ამ გორმონალური თქვა დისბალანსის გავლის შემთხვევაში იოლად იხსნება, მაგრამ ჩვენი მკურნალობა და ჩვენი მათგან მიდგომაც იქნება ეს დროებითი, რომ მივახმაროთ აი ამ რთული პერიოდის გადატანაში. დიახ. თუმცა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბრძანეთ ახლა, როდესაც ერთი შეხედვით ყველასათვის ნაცნობი ბანალური დიაგნოზია, ხო, სკოლიოზი, რომელსაც საზოგადოება შეეჩვია, ვერც კი დააკავშირებს მშობელი, რატომ შეიძლება ბავშვის ეს პრობლემა იყოს მაპროვოცირებელი, გამომწვევი იმისა, რომ ბავშვს ხელები და ფეხები ეყინება. ძალიან იოლად, იმიტომ რომ სკოლიოზის მექანიზმი ამ შემთხვევაში ბავშვებთან არის პერიფერული სპაზმის მექანიზმი, იგივე რაც ხანდაზმულებში, როგორც გითხარით, რომლებიც მოდიან, იქ არის ძირითადად ოსტეოხონდროზი, ხო?
ანუ ორივე შემთხვევაში ხერხემლის გარკვეული დეფორმაციას, იქ უკვე ოსტეოხონდრის შემთხვევაში ზეწოლა ნერვულ დაბოლოებებზე იწვევს პერიფერულ სპაზმს, შესაბამისად, ტევნების და ტერფების არეში ამას შეიძლება გამოიწვიოს ის ვიზუალური გამოვლენა, რომელიც ჩივილთას მოდის პაციენტი. დიახ, მოდით ვუპასუხოთ ახლა მაყურებელს, ის გველოდება საუბრის დაწყების მომენტიდან. დილამშვიდობისა, გისმენთ? ალო, გისმენთ, ქალბატონო. გამარჯობა, ქალბატონო მარი, უკაცრავად რაიონიდან კი ბატონო, კი ბატონო. 10-იანი ქალი 84 წლის ფეხებზე შეგრძნება როგორც ყვებისდეთ. ცივი, მაგრამ ხელს რომ მოკიდებ, ფეხები მაქვს ცხელი. დიახ. და მაგრამ ჩემ ფეხებს ეთყობა ვარუსული ვენები მაქვს გამოსული. ჩასაწყვეტები, სულ კაპილარები და გაშალებულები, სულ გაშყვეტები. ახლა ამისათვის მე ვიღებ და ვიყავი კომპეტენტური ანგეოლოგებთანაც ვარ ნამყოფი პრომბოაციისას ვიღებ. ხოლმე ხანდახანდა პერიოდულად და პრომბინი ახლა 92 მაქვს ხოლმე. ვერ ამ 92 წლით ვერ ჩამოვიყვანე. და რა არის აი ეს შეგრძნება ახლა გამტარიანობა 1-3 წლის უკან მაგათა ვიცი და თითქოს არაფერი ისეთი არ იყოს რომ გამტარიანობა სიცხლის კანჯი გაქო მითხრეს და არა და აი ამან მომკლა რომ შეგრძნება ცივი ყივნა ფეხები და მოკიდებ ხელს არის ესა კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. უბრალოდ ვისარგებლებ მომენტით მე თქვენ სტუმრობასაც გამოვიყენებ ამ შემთხვევაში და მაყურებელს შევახსენებ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ პროტრომბინი არ არის თავარი კრიტერიუმი პრობლემის შესაფასებლად. უფრო მეტიც, პროტრომბინით არ შეგვიძლია ადეკვატური დასკვნა გავაკეთოთ კლინიკურ ჩივილებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს შეცდომა არის დამკვიდრებული საზოგადოებაში და თავარი დასაყრდენი ჩვენი არგუმენტი რატომღაც ხდება ხოლმე პროტრომბინის ინდექსი. თუმცა ამას უნდა დავანებოთ თავი, ალბათ. და ჩივილთან დაკავშირებით? ჩივილთან ქალბატონს მადლობა შეკითხვისთვის. ჩივილს რაც შეეხება აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ, იმიტომ რომ არანაირად არ ურჩევთ ქალბატონს ახლა პროტრომბინის ინდექსზე ხელოვნურად ზემოქმედებას, იმიტომ რომ ამან შეიძლება სხვა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მაგრამ რაც ქალბატონი ბრძანებს ახლა მისი ასაკიდან და ჩივილებიდან გამომდინარე და ვიზუალური მხარიდან გამომდინარე, როგორც თვითონ ბრძანებს. ვენურ პათოლოგიას, რომელიც ვიზუალურად აშკარად აქვს მას, როგორც თვითონ აღნიშნავს, არ შეეძლო სიცივის შეგრძნების გამოწვევა. ამიტომ აქ შეიძლება ყველაფრიდან გამომდინარე იყოს მეორე ვთქვათ პრობლემა, არა არტერიული პათოლოგია, არამედ ხერხემლის პრობლემა. აქ უკვე ოსტეოხონდროზე გვაქვს ლაპარაკი და ეს სიცივის შეგრძნება თვითონვე აღნიშნავს, რომ ხელს კიდებს და თბილია ფეხი, მაგრამ შეგრძნება აქვს სიცივის. ეს კიდევ მეტყველებს, რომ შეიძლება იყოს ნევროლოგიური, ამიტომ ქალბატონს უნდა ურჩიოთ, რომ პირველ რიგში ნევროპათოლოგს მიმართოთ რჩევის საკითხავად და არავითარი ზემოქმედება პროტრომბინის ინდექსზე. კიდევ ერთი მაყურებელი დილამშვიდობისა გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. სიყვარული ესეთი შეკითხვა მაქვს 35 წლის ვარ, ტონას არ მაქვს 54 კილო ვარ. პერიოდულად ესე იგი, როცა შეიძლება დავაბრალო ბევრ სიარულს, რომ დავწვევი საღამოს მუხლების ქვემოთ, თითქოს ახლა ფეხსაც კი ვერ ავწევი და სიმხურვალი შეგრძნება დაღლილობის, თითქოს ჩამოკიდებული მაქვს ამ ფეხებზე რაღაცა და ახლა ვერც კი შევდოხატებათა. მაინტერესებს სახსრებთან არის ესაკო ვენებთან არის არტერიებთან რომელ სპეციალისტთან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. დიდი მადლობა. ანუ ხანგრძლივად ფეხით სიარულის შემდეგ. ახლა ქალბატონი აღრჩევს ამას ყველაფერს დღის მეორე ნახევარში, შეიძლება ეს გარკვეულწილად ვენურ პათოლოგიას დაუკავშიროთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდო რაც ძვალსახსოვან სისტემასთან იყოს ეს დაკავშირებული, ამიტომ მაინც ურჩევ რომ მიაკითხოს სპეციალისტს, ანგიოლოგს ან სიზავთა ქირურგს, გაიკეთოს ქვემოკიდურების ვენური და არტერიული ნაკლებად ალბათ ვენური სისტემის დუპლექს სკანირება და მერე გაიკვება რა იქნება რატომაში. დიახ. ჩვენ გვაქვს ვიდეო შეკითხვას, რომელიც Facebook-ზე მაყურებელმა დატოვა. მეტნაკლებად უკავშირდება ამ საკითხებს, რაზედაც თქვენ საუბრობდით, მაგრამ მოვისმინოთ და ვცადოთ მასეც გავცეთ პასუხი. გამარჯობა, მე ვარ 21 წლის, ერთი შეკითხვა მაქვს. ხელები მაქვს ყოველთვის ცივი. ზაფხულში ეს პრობლემა არ მაწუხებს, მაგრამ ზამთარში როგორც კი სითბოში შემოვდივარ, მიწითლდება და მტკივდება კიდეც და რა შეიძლება გავაკეთო ამისთვის? წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის. რეალურად ეს კითხვა იყო გაგრძელება თქვენი საუბრის და რა შეიძლება ურჩიოთ?
აბსოლუტურად თიკოს უნდა ურჩიოთ რომ მიაკითხოს სპეციალისტს, იმიტომ რომ აქ უნდა გაირკვეს, რა თქმა უნდა, მას სჭირდება დახმარება, იმიტომ რომ ეს სპაზმი უნდა მოიხსნას, ის სიციკლე, რომელსაც იგი აღნიშნავს, სითბოში შემოსვლის მერე ეს არის ეგრეთ წოდებული პოსტიშემიური ჰიპერემია, ანუ სიცივეში უფერფრთალდება, როგორც კი შემოდის სითბოში, როცა ივსება ეს კაპილარული ქსელი ისე სისხლის მოწოლა ხდება. მოწოლა ხდება ხელში, ამ მოწობის გამო არის ეს სიციკლე, რომელიც ვითარდება. რა თქმა უნდა, დახმარება მას დაჭირდება. რა ინტენსივობის იქნება და რა არის ამის ყველაფერი გამოწვეული, ამისთვის რა თქმა უნდა, მან უნდა მიაკითხოს ექიმს. ფაქტია, რომ პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ნაკლები ზემოქმედების ქვეშ იყოს სიცივის, ანუ სიბრწყალთან კონტაქტი არ გქონდეს, გარეთ ანუ ყოფით გარემოში შეიძლება როგორ ვურჩიოთ. ამიტომ თვითონაც ბრძანებს, რომ ზაფხულში არ აქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ თბილ გარემოში ეს არ ემართება. ამიტომ შესძლების დაგვარად ხა არ არის ზამთარმა გაგვანებილა ძალიან და ნუ ისეთ სიცივეები არ აქვს, მაგრამ თუ აცივდება, ყოველ შემთხვევაში ხელთათმანები ატაროს, სიბრწყალთან ნაკლები კონტაქტი გქონდეს და აუცილებლად მედლის ექიმს. იგივე დამცავი კრემების გამოყენება ხელთათმანებთან ერთად შეიძლება იყოს. სიმშრალე, რომელიც ძალიან ხშირად ახლავს ამას ყველაფერს, სიმშრალე თუ აქვს, რა თქმა უნდა, დამცავი კრემებიც ახდენს. კიდევ ერთი მაყურებელი გვართობა, დილა მშვიდობისა, გისმენთ? მოგესალმებით, საბატონო მარი. ჩვენი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში. 56 წლის მამაკაცია, რომელსაც ერთი წამი. დიახ. 56 წლის მამაკაცს აღსუხეთ ქვემო კიდურებში წვირების ტკივილი, რომელიც შემდეგ გადადის ფუსლების წლაში. აი პირდაპირ ტერმინოლოგიით ასე რომ გითხრათ, ფუსლები მეტყვით. ფიზიკური აქტივობის შემდეგ ეს ტკივილი და წვა ქრება, მოსვენებულ მდგომარეობაში ისევ იმატებს. დიახ. სისხლის საერთო ანალიზი, პროთრომბინის ინდექსი, ყველაფერი ეს ნორმაშია, არანაირი ცვლილება არ არის და მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ან ვის შეიძლება მივმართოს. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ პროთრომბინის ინდექსი არ გამოვიყენოთ როგორც კრიტერიუმი ჩვენი მდგომარეობის შეფასების, მამაკაცის ჩივილები. მამაკაცის ჩივილები ხა ასაკობრივად შესაძლებელი აქვს დაუშვათ, რომ ათეროსკლეროზული ცვლილები შეიძლება იყოს, თუმცა ათეროსკლეროზული დაზიანებას, ანუ ქვემო კიდურების არტერიების პათოლოგიაზე ცოტა სხვა ჩივილებს წარმოადგენდა, ქალბატონი იტყოდა მეუღლესთან დაკავშირებით, ალბათ ეს იქნებოდა პირველ რიგში ეგრეთ წოდებული ხანგამოშვებითი კოჭლობა, ანუ ჩივილები იქნებოდა არა მოსვენებელ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვის დროს გაქრებოდა, არამედ ექნებოდა ფიზიკური დატვირთვის დროს. სიარულის დროს. ხანგამოშვებითი კოჭლობა ეს არის ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც ვაფასებთ ჩვენ ქვემო კიდურებში ქრონიკული arterიული იშემიის ხარისხს. თვითონ ის დაავადების სტადიურობაც, რომელიც 5 სტადიისგან შედგება, სწორედ ამ გამილ მანძილზეა დამოკიდებული. ანუ თქვათ მაგალითად ვთქვათ, აღნიშნავდით, რომ 100 მეტრის ან 200 მეტრის გავლის შემდეგ პაციენტი იძულებული იქნებოდა შეჩერებული იყო, იმდენად ძლიერი ტკივილები დაეწყებოდა ქვემოთ კიდურებში და ეს იქნებოდა ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ, რომ არტერიული პათოლოგია ხარ. კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ქალბატონი ბრძანებს, აქ, რა ვიცი, მაინც ჩვენ გავაკეთოთ მაინც კი ბატონო, აუცილებლად გაკეთდეს არტერიული სისტემის დოპლეროგრაფია, იმიტომ რომ ასაკობრივად ცოტა ისეთი ასაკი აქვს, რისკის ასაკი ათეროსკლეროზის განვითარებას, თუმცა ჩივილები ცოტა უფრო ნევროლოგიური ხასიათისაა აქაც. დიახ. ვიდრე კიდევ ერთ მაყურებელს უპასუხებ, მე მინდა ავხსნა, რატომ გვაქვს სხვადასხვა სანათურის მილები. შემთხვევით არ ვახსენე საუბრის დასაწყისში, რომ ანალოგია, რომელიც შესაძლოა გვიმარტივებდეს ჩვენი ორგანიზმის აღქმას, ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან კარგად დაგვეხმაროს, იმიტომ რომ სხვადასხვა სანათურის მილები შეიძლება გავაიგივოთ სხვადასხვა სანათურის სისხლძარღვთან. და მე მინდა დაგისვათ კითხვა, რომელიც მაყურებელს ჰქონდა, ეგრეთ წოდებულ ენდარტერიტთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ არტერიულ პრობლემებთან დაკავშირებით, როდესაც ისევე როგორც აი ფლებიტები ახსენა მაყურებელმა თავის კითხვაში, ანუ როდესაც ვენის ანთებაზე ვსაუბრობთ, აქაც არტერიის ანთებითი დაზიანება არის პრობლემა. რა ხდება ამ დროს? რატომ არის სანათურები მნიშვნელოვანი, რატომ არის გათვალისწინება იმისა, რომელ არტერიაზეა ლაპარაკი კონკრეტულად, რომელი ზონის არტერიების ზიანდება ასეთ შემთხვევაში, რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ეს პრობლემები ყველაზე ხშირად? რაც ეხება ენდარტერიტს, ეგრეთ წოდებულს, ეს ცალკე პათოლოგია, რომელსაც მაობლიტირებელი თრომბანგიიტი ქვია. თქვენ ახსენეთ ფლებიტებიც აქვს. არის ერთი პათოლოგია, ეს განსაკუთრებული ჯგუფია პაციენტების, რომელთაც აქვთ ეგრეთ წოდებული ბიურგერის დაავადება, როდესაც ერთობლივად აქვთ პაციენტს როგორც არტერიული პათოლოგია, ანუ შედარებით წვრილი კალიბრის სიზარღვების დაზიანება, ეს არის ძირითადად წვივის და ტერპის არტერიები და ეს არის
ახალგაზრდების ძირითადი პრობლემა, ახალგაზრდა ასაკის პრობლემა, რომელიც შეიძლება 20 წლის ასაკიდანაც კი გამოვლინდეს და სამწუხარო ცოტა უფრო რთულად მიმდინარეა, ვიდრე თქვა ჩვეულებრივი მაუბლეტირებელი ათეროსკლეროზის პათოლოგიები, რომელიც უფრო მსხვილი კარების სისხლს აზიანებს. აი ეს ბიურგერის დაავადება სწორედ არის ეს წიწვლის არტერიული ქსელის დაზიანება, რომელსაც თან ახლავს ხშირი მორეციდივი, ანუ ხშირად განვითარებადი და გამეორებადი თრომბოფლებიტები. და პაციენტი როგორ იგრძნობს ამას? პაციენტს აქვს ის არტერიული პრობლემები, რომელიც მე გითხარით, ანუ ისეთივე ხანგამოშვებითი კოჭლობა, როგორც ჰქონდა ლაპარაკი და პლუს კანზე სიწითლეები, პერიოდულად სიმაგრეები და მტკივნეულობები. ეს მეტყველებს, რომ მას აქვს ეს რთული პათოლოგია, ბიურგერის დაავადება, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია, მაგრამ ცოტა უფრო პრობლემატიურია, ვიდრე თქვათ მაუბლეტირებელი ათეროსკლეროზი, რომელიც უფრო შედარებით უფრო მაღალ ასაკში, ანუ 40 წლის ზემოთ ვითარდება. იქ უკვე, როცა რისკის ჯგუფი დიდია და ეს ქალბატონებსაც შეეხება და მამაკაცებსაც, როდესაც 40 წლის ზემოთ ასაკში პრაქტიკულად მათ უნდა სკრინინგის სახით სულ მოწმონ ლიპიდური ცვლა, თქვათ, სკრინინგის სახითაც უნდა გაიკეთონ, თქვათ, მუცლის აორტის და პერიფერული სიზაღობის დოპლეროგრაფია, რათა თავიდან იქნეს აწილებული წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთონ ეს თქვათ, თავიდან იქნეს აწილებული რაღაცა პირველი სიმპტომები, თქვათ, იგივე რაღაცა ფოლაკების გაჩენის არტერიულ კედელზე. ამით რა თქმა უნდა წინასწარ შეიძლება ბევრი რაღაცა დადებითი ნაბიჯების გადაღმა იმისთვის რომ თავი დაიცვა ესეთი პათოლოგიის. იგივე ის უკვე ეს ბიურგერის დაავადება და მაუბლეტირებელი თრომბანგიიტის სხვა ფორმები ეს არის შედარებით უფრო პატარა ჯგუფი იმ საერთო იმაში მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე მსოფლიოში და ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგეს ამ დაავადების დროულ დიაგნოსტიკაში, პრევენციაში. ამ დაავადების სიხშირე მაინც სამწუხაროდ არ მცირდება. და სტატისტიკური მონაცემები შემცირებისკენ პირიქით მატულობს და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა დაავადება ახალგაზრდავდება კიდევაც. აქ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის სტრესულმა ფაქტორებმა და ასე შემდეგ. ეს არის რაც შეეხება ათეროსკლეროზი, ეს უფრო დიდი პრობლემაა. ათეროსკლეროზი აზიანებს უფრო მსხვილი სიზაღუს, კალიბრის სიზაღობს, ეს ბარძაკის არტერია, თეზოს არტერია, მუცლის აორტა, საძილე არტერიები, პერიფერიული. და ჩივილები როგორი აქვს პაციენტს? როგორ ხვდება, რომ უკვე დაიწყო ეს პროცესი? იმიტომ რომ ათეროსკლეროზი სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში გაიგივებულია მხოლოდ ასაკთან და მხოლოდ გარკვეულ ხანდაზმულობასთან არის ხოლმე ასოცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ საუბრობთ იმაზე, რომ ათეროსკლეროზი ეს არის სრულად ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ასაკის მიუხედავად ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მისი განვითარების სრულად ადრეულ ეტაპზე დაიწყოს და გულისხმობს იმას, რომ სამიზნე აღმოჩნდება სწორედ სისხლძარღვებით. სამწუხაროდ ეს სწორედ ბრძანებთ, სამწუხაროდ ამის აღმოჩენა ხდება ხოლმე, როცა სიმპტომატიკა ვლინდება და შესაბამისად სიმპტომატიკა ვლინდება იმ უბანში, რომელიც ზონის სიზაღობის დაზიანდება. თქვათ, ეხლა კარდიოლოგიურ შემთხვევაში ეს არის კორონალური სიზაღები, თქვათ, გულის კვებავის სიზაღები. სამწუხაროდ ძალიან ხშირი მიზეზი თავის ტვინის ინსულტის არის ხოლმე საძილე არტერიების, ანუ თავის ტვინის კვებავის სიზაღობის, ასევე შემავიწროებელი, ანუ მასტენოზირებელი დაზიანება და სამწუხაროდ ინსულტის გადატანის შემდეგ თუ აღმოჩნდება ხოლმე ეს არსებობდა. იგივე ერთი ძალიან გავრცელებული პათოლოგია, რომელიც თქვათ, იგივე მართვის სიხშირემ და ქირურგიული ჩარევის სიხშირემ მოიმატა ქვეყანაში და ეს ერთი მხრივ მისასალმებელია, იმიტომ რომ მისი სკრინინგული აღმოჩენა ხდება ჩვეულებრივი ეხოსკოპიური გამოკვლევის დროს, ეს არის მუცლის აორტის ანევრიზმები, რომელთა რაოდენობა საკმაოდ იმატა და მინდა გითხრათ, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად მატულობს ეს შესრულებული. ეს პაციენტები სამწუხაროდ ადრე იღუპებოდნენ ყოველგვარი გაურკვეველი მიზეზებით და როცა სექცია არ კეთდებოდა ხოლმე, არ შეცდოდნენ მიზეზი და აღმოჩნდებოდა, რომ ეს იყო მუცლის აორტის გამსკრარი ანევრიზმა და არავინ არ იცოდა ეს. ასეთივე სკრინინგული მეთოდი უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაში, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მუცლის აორტაზე, როდესაც ისევე როგორც ქალების შემთხვევაში მამოლოგიური კვლევა ჭირდებათ, მათ ასევე უნდა გაკეთდეს ეკოსკოპიური ჩვეულებრივი გამოკვლევა და საბედნიეროდ ყველა ეხოსკოპისტი საქართველოში მომუშავე უკვე ამას ამჩნევს და შესაბამისად აგზავნოს უკვე სპეციალისტი. მოდით აი აქ გავჩერდეთ, აი ამ გამოსახულებას მე მინდა დაუბრუნდე, ვანიკოს მინდა ვთხოვო ჩვენს რეჟისორს, რომ კიდევ ერთხელ გაიმეოროს მას შემდეგ, რაც ვუპასუხებთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ის გამოსახულება, რაც ნახა მაყურებელმა და იმედი მაქვს კიდევ ერთხელ ვნახავთ, არის ძალიან კარგი თვალსაჩინოება, რა ხდება ანევრიზმის დროს. მაყურებელს ჭირდება ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ აორტის ანევრიზმასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე კითხვა და მე იმედი მაქვს, რომ მოვასწრებთ და ვუპასუხებთ. დილა მშვიდობისა, გისმენთ. დილა მშვიდობის. ქალბატონო მარი, თქვენ ბრძანდებით ამ ჩვენი დროის ტელევიზიების გმირი. ხათინაურად არ ჩათვალოთ. დიდი მადლობა. დიდი ბედნიერი დღე თქვენ სტუმარს. იცოცხლეთ, მადლობთ ქალბატონო. ეხლა შეკითხვა რაშია? დიახ. როგორ გითხრათ ახლა გეტყვით იუმორისტულად.
ჩამოსაწერი ვარ უკვე 76 წლის გახლა ვარ. ჩვენ არ დაგეთანხმები კი როგორ და მოვისმენთ თქვენს კითხვას. დიახ. მუხლებს ქვემოთ ფეხები მიბუჟდება, გრძნობა მეკარგება, დიახ. სრულ არ მაქვს შეგრძნება. დავხედავ ფეხებს მოცულობაში იგივეა, ოღონდ არის შეგრძნება ისეთი, რომ თითქოს გადიდდა. დიახ. წამძვრება საშინაო ჩუსტიკებია თუ რაღაცებია და ფეხბურთელივით მივსდევ მერე დასაჯერად. კი ბატონო. მაპროვოცირებელი რა შეიძლება იყოს, რომ მოვერიდო. კი ბატონო. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ხო, ნუ ეს შეიძლება ძალიან ბევრი ქალბატონი დასვამდა ალბათ ასეთ კითხვას. ხო, ნუ ეცით მე ვფიქრობ ჩივილებიდან გამომდინარე ის პირველი ფრაზა რაც ახსენა ჯერ ადრე ამის ჩამოწერა ჩამოსაწერი ნამდვილად არ არის ქალბატონი, მაგრამ ნუ ხა ამ ჩივილებს შეიძლება მართო ნუ ეს შეიძლება ამას დავარქვათ სიმძიმის შეგრძნება, რაც თანხლები არის, რასაც ბრძანებდა, რომ ფეხი არ მაქვს შეშუპებული, მაგრამ შეგრძნება ესეთი თითქოს გადავსებული. სიმძიმის შეგრძნება არის ვენური პათოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი თანხლები პათოლოგიის სიმპტომი. რაც შეიძლება დაბუჟება, ეს შეიძლება აქ ამას სახში სწორედ ქალბატონი ახლა რა სახში ბრძანდება, ხომ ძალიან ხშირია ესეთი თანხვედრა რამოდენიმე პათოლოგიის და როდესაც ჩვენთან მოდიან პაციენტები, ყოველთვის გვიწევს ხოლმე ჩვენ მოცულობის დახმარებისას ვუწევთ და ვეუბნებით თუ სხვა სპეციალობის ექიმებსაც მიამართონ. იმიტომ იშვიათია ამ დროს ერთი რაღაცა გარკვეული პათოლოგია, რომელმაც შეიძლება პრობლემა შეექმნა. აქ გავს ესე რომ შეიძლება იყოს ვენური პრობლემები და შეიძლება იყოს იგივე თქვა ნევროლოგიური რაღაცა პრობლემები, ნევროლოგი პერიფერიული მხედველობაში ეს არის ხერხემის ოსტეოხონდროზის ძირითადად. ამიტომ პირველ რიგში მიაკითხოს ნევროპათოლოგს, მე თუ დაჭირდება ჩვენთანაც მოვხავდეთ. მაგრამ პროფილაქტიკურად სანამ თქვენთან მოვა, აი რა შეიძლება ურჩიოთ ქალბატონმა თქვა რომ რა არის მაპროვოცირებელია და მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ერთი ცოტა მოძრაობის შეზღუდვა, ამიტომ ქალბატონს მინდა ვთქვა ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შეიძლება ცოტა შეიზღუდა, უნდა იცოდეს ერთი, რაც უფრო მეტად შეიზღუდება, მით უფრო გაუჭირდება შემდეგ სიარულე. ამიტომ მაინც დატვირთოს კიდევ. თუ ეხლა ვიზუალურად არაფერი კატასტროფული არ ხდება და თვითონაც მაინც დაძლიოს, მაინც იაროს ცოტა მეტი და მიმართოს სპეციალისტს. დიახ, მე მინდა დაუბრუნდეთ იმ გამოსახულებას, რომელსაც მაყურებელი ხედავს, ჩვენ გვაქვს საშუალება წინა მონიტორებზეც დავინახოთ. ანუ ერთი შეხედვით ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დაქსერილია არტერიებით, ვენებით და აი ის პარკი, რომელიც ჩნდება, ბატონ მამუკა, რატომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ვახსენეთ კალიბრი, ამ შემთხვევაში აორტა, რომ შევადაროთ. რა განსხვავება? დიახ, ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ იმის გათვალისწინებით, რომ წნევა, რომლითაც სისხლი გადაადგილდება ამ სისხლძარღვებში, არის გაცილებით მაღალი, ვიდრე წვრილი სისხლძარღვებში მოძრავი სისხლისა, მას გაცილებით უფრო სქელი და კრივი, ასე ვთქვათ, აგებულება აქვს, გრადი იმ წნევის მიმართ. ძალიან უხეში შედარება, ანუ ხა ჩვეულებრივ ადამიანის აორტის დიამეტრი არის მუცლის აორტის მოხდებობაში არ დაახლოებით 18-დან 18-20 მმ-ის ესა დიამეტრის. კედელი, რომელიც შედგება ნორმალური არტერიის კედელი არის სამი შვრისაგან, ხო? ამ სამ შვრეში, როდესაც იგივე ათეროსკლეროზული დაზიანება და ანევრიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი ისეთივე ათეროსკლეროზია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სიზავლის სანათურის დახშობა, ანუ ოკლუზია ჩვენ ენაზე, ასევე შეიძლება ამ ათეროსკლეროზულმა დაზიანებამ განაპირობოს ის, რომ ნახეთქი ჩდება სიზავლის კედელზე, ეს არის შიდა შრეს ინტიმას და თქვა მეორე შრეს, ანუ მედიას შორის. ამ ნახეთქში სისხლის გარკვეული რაოდენობა შედის, ეს წნევა რა ხარ თქვენ მძანეთ რომ მაღალია, ასე ვთქვათ, აი ეს პარკივით რო გამოჩნდა. ერთმა პაციენტმა ჩვენ კაი ეს დეფინიცია მოუგონა ბაბონი, აი დაახლოებით აი საბურავზე რაც ჩდება ხოლმე. დაახლოებით ისეთივე გამომბერო, მაგრამ ეს არის თანაბარზომიერი, როგორც წესი ეს დიგაბრო, რომლის კედლის სისქე გაცილებით ნაკლებია ვიდრე ჩვეულებრივი აორტის. და ამიტომ არის რისკი რომ ის გასკდეს. აქ არის გარკვეული ხა ეს დიდი ხნის პრობლემაა და ამიტომ აქ არის გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, რა ზომის ანევრიზმა მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, რა ზომის ანევრიზმა საჭიროებს თქვა კლინიკურ მეთვალყურეობას და რა შემთხვევაში უნდა ხა სტატისტიკურად ესეა მოწოდებული საერთოდ ხა ყველა გაიდლაინებით და პროტოკოლების მიხედვით. 50-55 მმ-ზე მეტის დიამეტრის აორტის ანევრიზმა საჭიროებს ქირურგიულ ან ენდოვასკულარულ პროცედურას, ხო, ჩარევას. უფრო ნაკლები დიამეტრის აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას და ეს დაკვირვების იქაც არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, თუ ნახევარი წლის განმავლობაში როცა პირველად ხდება თქვა ანევრიზმის აღმოჩენა, არიცოდა პაციენტმა მივიდა ეხოსკოპია გაეკეთა და დაუდგინეს ანევრიზმა. თუ ეს დიამეტრი აი აქ უნდა დაგისვათ კითხვა, თავარი კითხვა, რომელსაც მაყურებელი სვავს. შეიძლება აორტის ანევრიზმა ნიშნებით ამოვიცნო, რაიმე ნიშნები უნდა მქონდეს, რომ შეიძლება და ძირითადად მაინც ესეა, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევითი კვლევის დროს ხდება მისი აღმოჩენა.
სიმპტომები რაც აქვს ორი ძირითადად მაინც ეს გამხდარი ადამიანებს უფრო ემჩნევათ ხოლმე, როდესაც გამხდარი ნახულობს რომ მუცელში რაღაცა სინჯავს, მოპულსირე წარმონახს. ამავე დროს საკმაოდ ხშირად ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება ეს არის ტკივილები მუცელში, რომელიც გადაეცემა ხერხემლის არეში და კიდევ ერთი სიმპტომი ეს არის შეკრულობა, ანუ ყაბზობა. როდესაც ხდება აღმოჩენა პირველ რიგში, ხდება მისი დინამიკაში დაკვირვება, თუ 6 თვის მანძილზე დიამეტრი არ მატულობს 7 მმ-ზე მეტით, მაშინ ეს არ არის თქვა ის ანევრიზმა, რომელიც შეიძლება მალე გასკდეს, ან 1 წლის განმავლობაში თუ ეს დიამეტრის ზრდის ინტენსივობა არ აღემატება 1 სანტიმეტრს. მაგრამ როგორც კი დიამეტრი მიაღწევს იმ კრიტიკულ მაჩვენებლებს, რომლებიც გითხარით, იქ ჩარევა არის ოპერაცია. იმიტომ რომ რისკი გასკდომის არის ძალიან დიდი. დიახ. და ეს სიცოცხლის ტოლფასია ზოგიერთ შემთხვევაში. გასკდომის დროს მაღალი წნევიდან გამომდინარე დიდი რაოდენობის სისხლი იღვრება იმ მიდამოში, ეს რეტროპერიტონეულ სივრცე და ძალიან ხშირად მუცელშიც გამოდის ხოლმე, რომ შეიძლება სამწუხაროდ ლეტალური შედეგი დამთავრდეს. მე იმედი მაქვს, რომ მაყურებელი ყველა ინფორმაციას გაითვალისწინებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ ჩვენთვის და მობრძანდით. მაყურებელს შევახსენებ, დღეს ჩვენ საუბრობდით არტერიის ზოგიერთ პრობლემაზე და ჩვენი სტუმარი გახლდათ ექიმი ანგიოლოგი, ანუ სისხლძარღვთა ქირურგი, პროფესორი ბატონი მამუკა ბოგუჩავა. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ შევაჯამებთ დღევანდელ საუბარს. ეთერში იმისათვის რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, როგორც გახსოვთ, დღეს ჩვენ საუბრობდით არტერიის ზოგიერთ პრობლემაზე და ვთქვით, რომ მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მხოლოდ სეზონურად გვაქვს ეს ჩივილები, არ დავტოვოთ უყურადღებოთ, მაგალითად, როდესაც ხელები და ფეხები გვეყინება. შეიძლება თქვენ ამას უკვე შეეჩვიეთ წლების მანძილზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აი ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩივილის მიღმა შეიძლება იყოს ესა თუ ის პრობლემა, რომელიც მოითხოვს ჩვენგან ყურადღებას. ამიტომ თუ თქვენ ერთხელ მაინც გქონდათ ეპიზოდი, რომ გეყინებათ ხელები, შემდეგ დახურულ შენობაში, სითბოში შესვლისას, გიწითლდებათ, გიხურთ, გტკივათ, აუცილებლად გკითხეთ რჩევა სისხლძარღვთა ქირურგს, ანგიოლოგს, ან თერაპევტს მაინც იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიღმა. გარდა ამისა, თუ თქვენ ერთხელ მაინც შენიშნეთ, რომ მაგალითად გარკვეულ მანძილზე გადაადგილებისას წვივის მიდამოში ისეთი ტკივილი გაქვთ დაუძლეველი, რომ არ შეგიძლიათ ნაბიჯის კი გადადგათ, ამას ხანგამოშვებითი კოჭლობა ჰქვიათ, აუცილებლად ასეთ შემთხვევაშიც რჩევა გკითხეთ სისხლძარღვთა ქირურგს, რადგან შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებმა სახელად ათეროსკლეროზი გამოიწვიოს სისხლძარღვის ისეთი დაზიანება, რომელიც მოგვიანებით ასეთი ჩივილის სახით გამოვლინდება. ანუ მოძრაობის დროს უცებ თითქოს დაკოჭლდით. არ შეგიძლიათ ნაბიჯის გადადგმა. ეს შეიძლება იყოს 1000 მეტრზე, ეს შეიძლება იყოს 500 მეტრზე, ეს შეიძლება იყოს 100 მეტრზე. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ. მე რამდენიმე კითხვას მინდა ვუპასუხო თქვენს მიერ დასმულ, უბრალოდ დატოვებულს Facebook-ზე, თუმცა აუცილებლად გეტყვით, რომ ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული კვირის ბოლოს, ყოველთვის ჩვენ ვაჯამებთ ხოლმე თქვენს მიერ დასმულ კითხვებს თემატიკასთან ერთად. ქალბატონი ციცინოსვამდე კითხვებს შეიძლება იყოს თუ არა მეჭეჭები დაკავშირებული პაპილომავირუსთან და იმ პრობლემასთან, რასაც ქვია ცინ ერთი დიაგნოზი, როგორც ის წერს, არის თუ არა ამაში საფრთხე. ჩვენ ამ კითხვებს გუშინ დაწვრილებით გავეცით პასუხი, ამიტომ ქალბატონ ციცინოს ვთხოვ, რომ ნახოს გუშინდელი გადაცემის ჩანაწერი. მე კი ჩემი მხრივ აუცილებლად გეტყვით, რომ დიახ, არის პირდაპირი კავშირი. თავად ეს დიაგნოზი არ მოითხოვს განსაკუთრებულ მღელვარებას თქვენგან, სულაც არ არის საჭირო ასეთ შემთხვევაში შიში და არ არის ეს ისეთი საბედისწერო, როგორც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ. უბრალოდ მოითხოვს მეთვალყურეობას და პერიოდულ კონსულტაციას. კიდევ ერთი საკითხი, ბატონი ნოდარისვამს კითხვას ინჰალაციებთან დაკავშირებით და ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენების ეფექტურობა აინტერესებს. რასაკვირველია ფიზიოლოგიური ხსნარი სხვა არაფერია თუ არა მარილიანი წყალი, მარტივად რომ ვთქვათ. ინჰალაცია არის ჩასუნთქვითი პროცედურა, რომელიც ამა თუ იმ ხსნარს აქროლად, თხევად იმ მდგომარეობიდან გაზის მდგომარეობაში გადასული სახით იყენებს. რასაკვირველია, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სამკურნალო სითხე და მათ შორის შეიძლება იყოს მარილწყალი. ძალიან ეფექტურია სხვადასხვა სეზონური პრობლემის პროფილაქტიკისათვის და ამ პრობლემების მოგვარებისათვის. ძალიან კარგი ჩვევაა, როდესაც თქვენ ცხვირ
ხახას იმუშავებთ ხოლმე მარილწყლით, იმიტომ რომ ეს ერთგვარი დეზინფექციის პროცედურაა, რომელიც სეზონურ პრობლემებს აგვაცილებს ხოლმე თავიდან. კიდევ ერთი ბატონი დიტო გვეკითხება, შეიძლება თუ არა ხველის მიზეზი გახდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. დიახ, შეიძლება გახდეს. ხველას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ყველა მათგანი არ უკავშირდება მხოლოდ სასუნთქ სისტემას. ხველის მიზეზი შეიძლება გახდეს ეგრეთ წოდებული რეფლუქსები, ანუ როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვები მასის გადაადგილება იცვლის მიმართულებას, ანუ პირიქით კუჭიდან მაგალითად საყლაპავისკენ გადაადგილდება და არა კუჭიდან 12 გოჭასკენ. ასეთ შემთხვევაში ღამის განმავლობაში შეიძლება გქონდეს ადამიანს ხველება და თუ თქვენ ასეთი ჩივილი გაქვთ, მაშინ კარგი იქნება თუ გაივლით კონსულტაციას ზოგადად თერაპევტთან და საჭიროების შემთხვევაში გასტროენტეროლოგთანაც. კიდევ ერთი კითხვა, ქალბატონი დალი გვეკითხება, 5 წლის ბავშვს აქვს მიტრალური სარქლის პროლაფსი. რამდენად საშიშია ეს დიაგნოზი და კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები აინტერესებს ქალბატონ დალის. მინდა წარმოიდგინოთ რა არის ზოგადად სარქველი. როდესაც ჩვენ ამ მოვლენას ყოფით რეალობას შევადარებთ, ძალიან კარგი ანალოგია შეიძლება იყოს კარი. თუ კარი მჭიდროდ არის დაკეტილი, რასაკვირველია, ჩვენ ვახერხებთ კარის მიღმა ორივე სივრცის იზოლაციას, მაგრამ თუ კარი მჭიდროდ არ იკეტება, ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდოთ იმას, რომ ერთი სივრციდან მეორე სივრცეში შეიძლება რაღაც მოვლენები გავცვალოთ. ამ შემთხვევაში, გულის შემთხვევაში, იგულისხმება, რომ სისხლის გადაადგილება, სისხლის მოძრაობა შეიძლება დაზარალდეს. აი, ეს არის პროლაფსის არსი, ანუ კარი არ იკეტება მჭიდროდ. ორგანიზმში მთლიანად რა ცვლილებები ვითარდება, არის დაზარალებული თუ არა გულსისხლძარღვთა სისტემა და განსაკუთრებული სისხლის მიმოქცევა, ამის გამო დაზარალებული უჯრედული კვება და ასე შემდეგ, ეს უნდა შეაფასოს ცხადია კარდიოქირურგმა, კარდიოლოგმა, თერაპევტთან, პედიატრთან ერთად. რაც შეეხება კვებას, კვება არ არის ამ შემთხვევაში არც ძირითადი ფაქტორი, არც პროფილაქტიკური ფაქტორი, თუმცა გეტყვით, რომ როგორც ყველა ბავშვს 5 წლის ასაკში აუცილებლად თქვენს პატარასაც დაჭირდება სწორი დაბალანსებული კვება იმისათვის, რომ ყველა სხვა პრობლემა ადვილად დაძლიოს. და კიდევ კითხვა სხვადასხვა ხილის გამოყენებასთან დაკავშირებით ქალბატონი ნათია გვეკითხება, შეიძლება თუ არა სხვადასხვა ხილი ერთდროულად გამოვიყენოთ. დიახ, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ხილის ასორტი ერთდროულად. უბრალოდ კარგი იქნება თუ მოვერიდებით ძალიან ტკბილი ხილის ერთდროულად გამოყენებას. რომელია ეს? ყველა იმ პაციენტმა, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, იცის, რომ მაგალითად ეგრეთ წოდებულ შავსიაში არის ყურძენი, ლეღვი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, აი ყველა ეს ხილი ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ძალიან დიდი დატვირთვაა ჩვენი ორგანიზმის შაქრებით, ანუ გლუკოზით და შეიძლება ამან გამოიწვიოს მკვეთრი მომატება სისხლში გლუკოზის, რის შემდეგაც ბავშვს ექნება და ზრდასრულსაც გაძლიერებული შიმშილის შეგრძნება, იმიტომ რომ ასეთ დროს ძალიან ბევრი ჰორმონი გამოიყოფა ინსულინი იმისათვის, რომ ეს ფონი გაანეიტრალოს. ამიტომ არ იქნება სწორი თუ ყველა ტკბილ ხილს ერთ ჯერზე შევჭამთ. ბებიაწუხსო, ქალბატონი ნათია წერს იმის გამო, რომ ბავშვებს აღარ აჭმევენ კანფეტებს. დავეთანხმები ბებიას, რომ ნამდვილად ბებიას ურჩევნია, რომ კანფეტები მისცეს შვილიშვილს, გაანებიროს კანფეტებით, მაგრამ რაც შეეხება სამედიცინო როლს, ამ შემთხვევაში მოდით თავი შევიკავოთ. რატომ ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან ჩემთვის განკუთვნილი დრო ამოვწურა და უნდა მივესალმო ქალბატონებს დილამშვიდობისა. მე ველოდებოდი სიგნალს, რომ მეტყოდნენ, რომ უნდა დავამთავროთ და ამიტომ დილამშვიდობისა. დიდი სიამოვნებით გისმენთ. დიდი მადლობა და მიხარია, რომ სალომე შემოგვიეთ. დიდი მადლობა და მეც მიხარია, რომ დაგიბრუნდით. სალომესაც უხარია, რომ მოვიდა. რა თემა გაქვთ ქალბატონები? დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მრავალრიცხოვანი მაყურებელი შემოგვიერთდება, თუ ვინმეს გადართვა, გადაწყვეტილი შეუძლია არ გადართოს, იმიტომ რომ დღეს ბატონი მიშა ცაგარელი იქნება ჩვენთან სტუმრად და ვისაუბრებთ რიცხვების და ციფრების და ასევე ფერების მნიშვნელობაზე. რაღაც საოცრებები რო ხდება ბუნებაში, იმიტომ რომ მე ერთი რაღაც პატარა ეპიზოდი მაქვს მოსაყოლი ამას მერე მოყვები, რომ მართლა საოცრებები ხდება, იცი? მე მგონი ორი ადამიანი იბადებიან. ანუ ტყუპები და
ორეულები. ორეულები? ალბათ ეს იგულისხმება. შენ მე ნუ მირებს საერთოდ. მე აგირია რა. ეხლა შენ აგვირია ისე რომ ვინი ამერია? და ეს ფეხი პერსონა ხაჭა ვინი ამერია? ვიფიქრე კიდევ ერთი ნინო თუ არ იქნებდა თხოვოდა დღეს მე შენ შემენაცვლოს. მოგიყვები ისეთ ინციდენტს, რომელიც ფაქტი, რომელიც აღიარებულია და ტყუპები რო იბადებიან, ეს სხვა საკითხია. ეს მე კარგად ვიცი. მე სანამ წავა უნდა დაგტოვებთ. ერთი ისტორია გამახსენდა და სიამოვნებით მოგიყვებით. შვედმა ექიმმა კარლ რიბერგმა შექმნა მოძღვრება, კოლორამა დაარქვა, მაგრამ სინამდვილეში ეს მოძღვრება დაედო საფუძვლად კოლოროთერაპიას, ანუ ფერებით მკურნალობას და ერთი უცნაური რამ შენიშნა. ერთი და იგივე ფაქტორის, ერთი და იგივე ქსოვილის ორი ჯემპერი, ლურჯი და ნარინჯისფერი ზამთარში სიცივეში შესთავაზა თავის პაციენტს და ჰკითხა შემდეგ, როდესაც მოისინჯა პაციენტმა ეს სამოსი, ჰკითხა რომელმა უფრო გაგათბოთ და პაციენტმა დაუფიქრებოდ უპასუხა, რომ ნარინჯისფერმა. და სწორედ მაშინ მან დაიწყო კვლევა ამ მოვლენების და აღმოაჩინა, რომ არა მარტო ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არამედ სხვა შემთხვევებშიც ფერს ჰქონდა სამკურნალო ეფექტი და ამ შედეგებს ძალიან ფართოდ იყენებენ სხვადასხვა დარგის თუ ხალი იყო, უბრალოდ სარკეს ჩაიხედა და ეთქობა ნარინჯისფერი უფრო მოუხდა. ესეც არ არის გამოსარიცხია. რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მაჯბობს. ხალხს მე მინდა აუცილებლად ხო ბატონ მიშას ვკითხო ერთი რამ, როგორც კი შემოგვიერთდება ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ასარჩევათ მაგ ლურჯი და სხვა მილიონი ფერი, როგორც წესი ვირჩევ ლურჯს. აი როგორც წესი, შეიძლება მომეწონოს სხვა, აი ერთი და იგივე ჯემპერები თქვა დაწყვია, ხო? ლურჯი, მწვანე, შავი, თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მილიონი სხვადასხვა ფერი. პირველ რიგში მაინც ლურჯს ავიღებ. იმიტომ რომ აი ეს რაღაც მიზიდულობა მაქვს ლურჯს. ეს ფერის სიყვარული და ამ შემთხვევაში მექანიზმი იყო იმაში, რომ ადამიანმა ასოციაციურად, როგორც მე რეგაშიფრეს, მზესთან, სითბოსთან გაიგივებით, ანუ წყლის ფერს არჩია მზის ფერი. მაგრამ ნინოს ლურჯი რო უყვარს, ესეც ალბათ რაღაცაზე მეტყოლება მის ხასიათს. რომ წლოვანებასთან რაც უფრო მეტად გემატება წლოვანება, დამოკიდებულება ფერების მიმართ იცვლება. თუ კი ახალგაზრდობაში ვთქვათ შაბიამნის ფერი ვერ წარმომიდგენი ახლა რომ მე შაბიამნისფერი არა ძალიან მოგიხდება არა ძალიან მიყვარდა ის სცენაზე სულ ვცდილობდი რომ კოსტიუმი ყოფილიყო მაგრამ ახლა უკვე არ მიესადაგება ჩემს განწყობას ჩემს კი უცხოეთში ფერებს ძალიან სხვადასხვა ფერებს იცვლიან ხო ხანდაზმული ადამიანები უფრო ჭრელაჭრულებს იცმევენ ჩვენში ეს არ არის ასე ნუ იხალისებენ და უნდათ ესე მაგრამ მე ახლა უფრო თალხი ფერები უფრო მშვიდი ფერები ეს განწყობაზეა დამოკიდებული განწყობაზე ნამდვილად არის მაგრამ დანარჩენი ყველა საიდუმლო ალბათ თქვენ სტუმარს უნდა კითხოთ და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ გვითხარი ჩვენი საყვარელი ფერები მარი და ჩვენ შესახებაც კითხავთ საყვარელი ფერები აი მზესთან არის ასოცირებული ყვითელი არ ვიცი მე ერთი რამ უნდა ვთქვა როცა გეხარი მზივარ და სულ ვფიქრობ აი რომელი ფერი უფრო ხდება მარისკაც აი გუში როცა მწვანე ის ხდებოდა არა მე მგონი დღეს რა ეს ძალიან მომწონს ეს კონკრეტული ფერი ეს მაგრამ აი მე ლურჯი ძალიან მომწონს მარიზე მომწონს მწვანე და ბეჟის კომბინაცია არა შენ საერთოდ ფარი მოგწონს ხო ეს ფაქტია მიყვარს მომწონს ეს ორივე ერთად ძალიან დიდი მადლობა და ეს არის საყოველთაო მოვლენია არა ეს მარის დამსახურება კი არ არის დედის დამსახურება ძალიან დიდი მადლობა ნუ თავის დავაცხადია ჩვენ იქ ვიწყებით დედების მარი წადი ახლა აქედან უნდა წავიდე ნამდვილად წარმატებულ ეთერს გისურვებთ ხალბატონებო მე შეგახსენებთ რომ ხვალ პარასკევია ტრადიციულად კონსილიუმის სამჟავროზე გამოვიტანთ თემას და ვეცდებით თქვენთან ერთად გავარკვიოთ კანს რა საფრთხე ემუქრება სეზონურად ნახვამდის დღეგრძელობას გისურვებთ